ეთერშია ბიზნესი რუსთავიორზე, მე ჟურნალისტი სოფო ოხანაშვილი გრიგა ვარ. დავიწყოთ ანაბრევით. ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 68 მილიარდ ლარს აღწევს. ეროვნული ბანკის მონაცემებით ანაბრევის პორტფელი ერთ თვეში მილიარდი ლარით გაიზარდა. გაუმჯობესებულია ლარიზაციის მაჩვენებელი და მთლიან დეპოზიტებში ლარზე 54% მოდის. გადიან დეპოზიტებზე თებერვალში საშუალო წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 7%-ს მცირედით აღემატება, აქედან ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9%-ია, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე კი 2,35%. აქტივების მმართველი კომპანია Foresight Georgia ისეთ საინვესტიციო ფონდის შექმნას გეგმავს, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი სახაზინო ობლიგაციების ყიდვას. კომპანიაში ამ ეტაპზე პროდუქტის შესაძლო მომგებიანობის შეფასება მიმდინარეობს. ფონდმა თანხები ფიზიკური და იურიდიული პირებისგან უნდა მოიზიდოს, რისთვისაც მარეგულირებლის თანხმობა სჭირდება. კომპანიაში სახაზინო ობლიგაციების ინდექსური ფონდის განვითარების მთავარ გამოწვევად ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის ზომას ასახელებენ. ცნობისთვის ცოტა ხნის წინ ფინანსთა სამინისტრომ ადგილობრივ ბაზარზე მასშტაბური სახაზინო ობლიგაციების აუქციონის ჩატარება დაანონსა. აქ იგულისხმება შემდეგი, რომ აქტივების მმართველმა კომპანიამ ჩვენ მაგალითად დავაფუძნოთ საინვესტიციო ფონდი, რომლის პოლიტიკა იქნება, რომ მოზიდული თანხებით იყიდოს სახაზინო ობლიგაციები. დღეს მარტო ბანკები ყიდულობენ თავისი მიზნებისთვის, საპენსიო ყიდულობს თავის მიზნებისთვის და ძალიან იშვიათი შემთხვევაა, რომ ბანკის გავლით თქვათ ფიზიკურმა პირმა ან კომპანიამ იყიდოს. და ეს მექანიზმი პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. უკვე თქვათ Foresight-ის ფონდის გავლით, რომ შეგიძლია სახაზინო იყიდო, ეს უკვე ჩვენ პლატფორმა გვაქვს, კლიენტი გახსნის ანგარიშს, მარტივად შემოიტანს ფულს და იყიდის ამ ინსტრუმენტს. ანუ ეს არის იდეურად. მიკროსიმძლავრის სადგურების მშენებლობაზე მოთხოვნა შემცირდა. ამის მიზეზი ახალი ნეტო დარიცხვის სისტემის ამოქმედება, რომელმაც გასული წლის ოქტომბრიდან ძველი ნეტო აღრიცხვის მოდელი შეცვალა. ენერგოკომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქსელში ჭარბად გადაცემული ელექტროენერგიის შესასყიდი. დღეს მოქმედი ტარიფი კილოვატ-საათზე 5.9 თეთრი დაბალია და უნდა გადაიხედოს. ასევე მათ მიაჩნიათ, რომ უნდა დაინერგოს ვირტუალური ნეტო დარიცხვის სისტემა, რაც იმას გულისხმობს, რომ მომხმარებელს შეეძლოს ერთ ადგილას გამომუშავებული ელექტროენერგიის გამოყენება სხვა ლოკაციაზე, თუმცა ამ შემთხვევაში ის გადაიხდის ქსელის მომსახურების საფასურს. მზის სადგურების ასოციაციამ წინადადებების ემექს უკვე წარუდგინა, თუმცა მარეგულირებელი ამ ეტაპზე ცვლილებებს არ გეგმავს. მომხმარებლების აქტივობა არის ძალიან დაბალი. შესაბამისად, ჩვენ სემეკთან ერთად მუშაობთ, ჩვენ წარდგენილი გვაქვს ჩვენი მოსაზრებები, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს და ეს რეგულაციას შედარებით მომხიბვლელი გახდეს, რომ ამან გამოიწვიოს მომხმარებლებში ინტერესი და განათავსონ მათ მზის ელექტროსადგურები და სხვა ტიპის სადგურები. ანუ ამ მოცემულობაში, რა მოცემულობას დღეს გვაქვს, ეს რეგულაცია არ არის მიმზიდველი. მთელი ევროპა გადავიდა ნეტო დარიცხვის სისტემაზე და ჩვენი რეფორმებიც რაც მიმდინარეობს არის ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ძირითადი მიდგომებიდან და რეგულაციებიდან გამომდინარე, ჩვენც გადავედით სწორედ ამ ახალ სისტემაზე. სისტემა მუშაობს და სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება ნეტო დარიცხვის სისტემაშიც. მომდევნო 10 წელში საქართველოს ელექტროენერგიის მიმართულებით სრულად თვითკმარი უნდა გახდეს. ამას მთავრობის სტრატეგია ითვალისწინებს, გეგმა გულისხმობს გენერაციის დაახლოებით 2.5 ზრდას და 1000 მეგავატის ახალი სიმძლავრეების დამატებას. თუმცა პარალელურად რეალობაა სხვანაირ სურათს აჩვენებს. ბოლო პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ქვეყანა ისევ იმპორტზეა დამოკიდებული. ამავე დროს ბაზარი ელოდება სემეკის გადაწყვეტილებას. რეგულატორმა თვის ბოლომდე უნდა განსაზღვროს ახალი ტარიფი. ენერგეტიკოსები მიიჩნევენ, რომ ტარიფი უნდა გაიზარდოს, რაც პირდაპირ უკავშირდება სექტორში საჭირო ინვესტიციებსა და ხარჯებს. რამდენად შეუწყობს ხელს ტარიფების ზრდა, ინვესტიციების განხორციელებას და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და პერსპექტივიდან რამდენად რეალისტურია მთავრობის გეგმა. თემას განვაგრძობ ჩვენ სტუმართან ერთად. ჩვენი სტუმარია მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მარკიბაძე. მოგესალმებით გიორგი, მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ტარიფის თემით დავიწყოთ, რადგან თვის ბოლომდე უნდა გადახედოს მარეგულირებელმა და სემეკმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მოლოდინის შესახებ მაყურებელმაც იცის, სექტორმა უმეტეს. რა არის ის მთავარი არგუმენტები, რატომაც ამის საჭიროებას ხედავს სექტორი? მე მოკლე მინიშნება გავაკეთე, მაგრამ თქვენგან რომ მოვისმინეთ. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ეს რამოდენიმე ფაქტორზე არის დამოკიდებული.
პირველი და უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის ენგური, ვიცით ჩვენ რომ გარემო უნდა დაიხარჯა თანხები და ენგური აბსოლუტურად სხვა, ასე ვთქვათ, უკეთესად მუშაობს და უფრო ხარისხიანი გახდა, შესაბამისად ტარიფი გაიზარდა ენგურის, ხო? თანხები, რომელიც იხარჯება, შემდეგ ეს თანხები უნდა ამოღებული იქნეს. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ თელას და ენერგოპროს დაევალათ 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია, რომელიც მოიაზრებს საკუთარი ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, განახლებას. ვიცით ხო, ყოველ ზამთარზე რაღაც ქარის ამოვარდნაზე მაღალ დიდთოვლიანობის დროს ითიშება ხაზები, ქსელები, პრობლემები აქვს, 60-70 წლის წინანდელი ქვესადგურები და ქსელები არის. შესაბამისად ამ ყველაფერს განახლება ჭირდება და აქაც იგივე არის, როდესაც თანხა იხარჯება, ხარისხი იწევა, მაღალი ხარისხი შესაბამისად ესეც კონკრეტულ დანახარჯებზეა დამოკიდებული და კონკრეტულად ინვესტიცია ჭირდება და ამას ამოღება უნდა და შესაბამისად აქაც ეს ასე ვთქვათ ეს ფაქტორიც მოქმედებს ძალიან. გარდა ამისა, ვიცით რომ ჩვენი ქვეყნის დეფიციტს ავსებს ერთ-ერთი შემოსებელი არის იმპორტი გავიხედოთ გვერდზე რა ხდება ზოგადად ენერგორესურსებზე, ვნახავთ რომ იმპორტიც გაძვირებული არის. შესაბამისად, ეს ყველა ფაქტორი ერთ ქვაბში, ასე ვთქვათ, რომ მოვათავსოთ, უბრალოდ ვერ ავწდებით ელექტროენერგიის გაძვირებას. მეცაც გეტყვით, თუ ელექტროენერგია არ გაძვირდება, მე პირადად ვიფიქრებ, რომ რაღაც ალისას აუცილებლად ქვეყანაში ვცხოვრობთ. აი თქვენ ხა პრობლემები ჩამოთვალეთ, რაც უკავშირდება მაინც ქსელებს, ხო, გადაცემას. ამის გარდა თვითონ ელექტროენერგეტიკის ენერგიის სექტორში მთავარი პრობლემა მაინც ეს მოძველებული ქსელებია თუ არის პრობლემები გენერაციაშიც არის კიდე სხვა მიმართულებითაც. აი მთავარი გამოწვევა რჩება თუ არა მხოლოდ და მხოლოდ ეს. რა თქმა უნდა, ნუ არსებობს ზოგადად ახალი სადგურების ექსპლუატაციაში შეყვანა გვინდა და აი გეგმაზე რომ საუბრობთ, რომ 2.5-ჯერ უნდა გაუზარდოთ ეს გეგმა არის 20-30 წლამდე 4000 მეგავატის სიმძლავრის შეყვანა, ხოლო დანარჩენ პერიოდზე შემდეგ კიდე 3 წელიწადში, 4 წელიწადში უკვე 2500 მეგავატის. არსებობს სხვა პრობლემები ჩვენ გვაქვს, ახლა იცით თქვენ ზოგადად რაღაცა მოსახლეობასთან კომუნიკაციის საკითხები არის ბიუროკრატიის საკითხები, რომელიც ნელ-ნელა გვარდება, მაგრამ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი პრობლემა არის ინფრასტრუქტურა, იმიტომ რომ მიერთება არის შეუძლებელი ჩვენ რეგიონებში ჰიდროენერგეტიკა ძირითადად მაღალმთიან რეგიონებში, ასე ვთქვათ, იგეგმება და ხორციელდება, ხო, სადაც დინარეებია და დონეთა შორის სხვა მთები. შესაბამისად, ხო, ქსელები ძალიან ძველი არის და ამ ქსელების ოპერირებას ახდენს ენერგოპრო და ფაქტიურად შეუძლებელი არის გადატვირთვები არის, ძველი ქსელები, ძველი ქვესადგურები, ძველი ტრანსფორმატორები და ამ ყველაფერს ჭირდება განახლება, ამ ყველაფერს ჭირდება გარდა იმისა, რაზეც თავიდან ვისაუბრე, რომ არის წვეტები და გათიშვები და ეს მოსახლეობას აწვება, ხო, როდესაც ხარისხენად არ მიეწოდება ელექტროენერგია, ახალი გენერაციების შექმნის თვალსაზრისითაც პრობლემა არის, იმიტომ რომ ახალ გენერაციას ვერ აერთებ ამ ძველ გადატვირთულ ხაზებზე. ეს კომპლექსური არის და ყველაფერი ერთმანეთზე არის დამოკიდებული. ძალიან საინტერესო თემა ახსენეთ, ახალი გენერაციის შექმნა. არის თუ არა ელექტროენერგიის მიმართულება, განსაკუთრებით ჰიდროსადგურები საქართველოში, რომელიც ინვესტორებისთვის არის საინტერესო და ინვესტიციების მოზიდვა არის თუ არა საკითხი, სადაც დიდი ძალისხმევის ჩასხმა არ ჭირდება სექტორს ან სახელმწიფოს. ძალისხმევა ინვესტორს ძალიან დიდი ძალისხმევის ჩასხმა ჭირდება ინვესტორს, როდესაც ჰიდროენერგეტიკაზე ვსაუბრობთ, ეხლა მზის სადგურები მარტივი და მოზიდვა ვიგულისხმები, მოზიდვაში ჩასხმა და არა ინვესტორის ძალისხმევა. ინვესტორები არიან ბევრი დაინტერესებულები, მათ შორის ჩვენი თანამემამულეები, იმიტომ რომ პროდუქტზე, როდესაც არის ამხელა მოთხოვნა, როდესაც ვიცით ჩვენ რომ ამხელა დეფიციტი არის და პროდუქტზე არის დიდი მოთხოვნა, შესაბამისად მიწოდებაც, ასე ვთქვათ, საინტერესო არის. ხო, ნუ რაც შეეხება უცხოელ ინვესტორებს, აქ ცოტათი პრობლემები გვაქვს, იმიტომ რომ ვიცით რომ ჩვენი ზოგადად ისტორიას რო გადავხედოთ, ნახავთ, ხო, ეს ნამახვანის პროცესი როგორ განვითარდა, სხვა ჰესების პროცესი როგორ განვითარდა, გულისხმობ ამ უწყვეტ პროტესტებს, რომლებიც ხო, ეს ინტერესი. რა თქმა უნდა, ხო, ხა ბევრი მტერი ყავს ამ ქვეყანას, შიგნით მე თუ მკითხავთ ვიდრე გარეთ. შესაბამისად, ამ
პროცესებს ძალიან, ასე ვთქვათ, აქტიურად ებრძოდნენ და გარკვეული რაღაცა შედეგები მიიღეს. მაგრამ თუმცა ეხლა მგონია რომ უკვე იმ ეტაპზე გადავდივართ რომ და იმ ეტაპზე ვართ გადასულები რომ ასე ვთქვათ კონცენტრაცია ძალიან კეთდება ენერგეტიკაზე თელმა ქვეყანამ დაინახა ამ ადგილობრივი მოსახლეობას უკვე ხდება როგორი მნიშვნელობის არის ზოგადად ენერგეტიკა გამომდინარე იქიდან რა ხდება ზოგადად სამყაროში ხო და კომუნიკაცია გაუმჯობესდა მოსახლეობასთან ინფორმირებული ხდება მოსახლეობა ინტერესი უჩნდება მას რომ ვიცით რომ არის პროექტი რომლის მიხედვითაც რაღაც გარკვეული ნაწილი თანხის უნდა დარჩეს და მოხმარდეს ადგილობრივ რატო გაუმჯობესდა ვთქვათ მიდგომები თქვენ ჩვენც ვისწავლეთ ასე ვთქვათ გავიზარდეთ ამ პროცესებში ამ ასე ვთქვათ ამ პრობლემებთან ერთად და ჩვენც ვისწავლეთ უკვე კომუნიკაცია როგორ უნდა დაგეგმო ადგილობრივ მოსახლეობასთან გარდა ამისა უკვე მთავრობის და სახელმწიფოს ასე ვთქვათ ხედავთ რომ პირველი მიზანი ასე ვთქვათ საკუთარ გეგმაში არის ენერგეტიკა და ეს იგრძნობა, ეს გარდა მაგისა ვხედავთ ხო ზოგადად სამყაროში რა ხდება ხო და ამ ენერგორესურსებზე როგორი გაშმაგებული ბრძოლა მიდის და ამას ხალხი ხედავს და უკვე მეტნაკლებად გაიაზრა როგორი მნიშვნელობის არის ხო ენერგეტიკა. შესაბამისად უფრო გამარტივდა ხო ურთიერთობა. ანუ გამარტივდება ურთიერთობა უცხოელ ინვესტორებთანაც, ანუ ამის საფუძველი შეიძლება გქონდეს. უცხოელ ინვესტორებთან გამარტივდება მაშინ, როდესაც შეფერხება მოხდა, როდესაც გამარტივდება მაშინ, როდესაც აი ის პროექტები, რომელიც ჩვენ ასე ვთქვათ, ქვეყანა აპირებს რომ განახორციელოს ეს შავი ზღვის კაბელი არის ის კანონ პროექტები არის სხვათა შორის რომელიც დაანონსებულია და რომელიც საპარლამენტო სესიაზე უნდა გავიდეს აქ მადლობა გრედას ასოციაციას და ასევე სამინისტროს და მინისტრს პირადად იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი ვცდილობდით ჩვენ ამ კანონ პროექტის გატანავს გულისხმობ ქონების გადასახადი რომელიც თქვენ ახსენეთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტში თუ აქამდე ქონების გადასახადი მიდის და ეს თანხა ნაწილდება მთელს ყველა თემზე ხო რეგიონის ვთხოვთ რომ კანონ პროექტი მოიაზრებს რომ კონკრეტული რაღაცა წელი წავიდეს იმ არეალში სადაც ასე ვთქვათ ეს პროექტი ზეგავლენას ახდენს რაც ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის კუთხით და მეტი ინტერესი იქნება არა მარტო ადგილობრივების, არამედ ადგილობრივი ხელისუფლებისაც. გიორგი, აუცილებლად მინდა გკითხოთ, რომ მოვასწრო სანამ დაგემშვიდობებით, თქვენც ახსენეთ, რომ სახელმწიფოსთვის არის პრიორიტეტული ენერგეტიკა ზოგადად და ამ სფეროს განვითარება. მე შესავალში ძალიან მოკლე მინიშნება გავაკეთე, რომ სახელმწიფოს სურვილია და გეგმა პრინციპში სტრატეგიაში გაწერილი, რომ თვითკმარი გახდეს 10 წელიწადში. რამდენად რეალისტურია ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ ახლა და კიდე რაზეც არ ვისაუბრეთ და ამ სფეროში არსებობს ან გამოწვევის სახით, ან უბრალოდ რეალობის სახით. რეალისტურია თუ არა, რომ 10 წელიწადში საქართველოს იყოს ენერგოდამოუკიდებელი თვითკმარი, ენერგეტიკულად თვითკმარი ქვეყანა. აბსოლუტურად რეალისტურია. მე ზოგადად ოპტიმისტი ადამიანი ვარ, ძალიან ოპტიმისტურად უყურებ ამ საკითხს. თავარი არის მონდომება და თუ ხარ მონდომებული და საქმეს აკეთებ და მუშაობ და ხარ დღე-დაღამე დაკავებული იმითი რომ რაღაცა წინ გადადგა ნაბიჯი და ასე ვთქვათ შენი დაგეგმილი ღონისძიებები შეასრულო აბსოლუტურად რეალისტური არის 10 წელიწადში ჩვენ თვითკმარი გავხდეთ. ანუ 10 წელიწადში ჩვენ მქონდეს 6-7 მეგავატი სიმძლავრე შეყვანილი ექსპლუატაციაში. ძალიან დიდი მადლობა ასეთ ოპტიმისტური განწყობით დავასრულოთ ჩვენი საუბარი. წარმატებებს გისურვებთ, მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მარგებაძე. გადავინაცვლოთ პლასმასის ბოთლების თემაზე. პლასმასის ბოთლების აკრძალვის საკითხის განხილვა ისევ გრძელდება პარლამენტის საკომიტეტო სხდომაზე. ოპოზიციამ ყურადღება გაამახვილა პლასმასის ნარჩენების გადამუშავებაზე, ხელისუფლების განმარტებით კი ამ ტიპის ნარჩენების შემცირება ეტაპობრივად მოხდება. კერძო სექტორთან უკვე მიმდინარეობს მუშაობა, რომ პლასმასის ბოთლები ალტერნატიული შეფუთვით ჩანაცვლდეს. მთავრობის რეგულაციით 2027 წლის თებერვლიდან პლასმასის ბოთლებში სასმელების წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება აიგრძალება. აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელებზე.
ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში პლასტმასის ბოთლები სრულად აკრძალული არ არის. 2029 წლისთვის ძირითადად ევროკავშირის შემოვალ ქვეყნებს ვალდებულება აქვთ აღებული, რომ პლასტმასის ბოთლების 90%-ს გადაამუშავებენ. უკვე ხდება მაღაზიებში მაგალითად რამოდენიმე ვარიანტი, იგივე სასმელი წყლის შეფუთვის, დაწყებული თუნუქით და დამთავრებული ყაოთი. ეს პოლიტიკა გაგრძელდება და მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი წვლილს შეიტანს იმ ამოცანაში, რომელიც გახლავთ ამ ტიპის ნარჩენების მოცულობითი შემცირება და ბიზნესისთვის დამატებითი სტიმულების გაჩენა იმისათვის, რომ მწვანე ეკონომიკისკენ გადასვლა იქნეს მოხერხებული. საქართველოში ხილის წარმოებისა და ექსპორტის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ეს თემა დღის წესრიგშია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ვაშლის ატმისა და ვაშლატამას მწარმოებელ ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა, სადაც სექტორის ძირითადი გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები განიხილეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში დარგობრივი საბჭოების ჩამოყალიბება იგეგმება. შეხვედრები ამ ფორმატში ყოველთვიურად გაიმართება და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს მინისტრის მოადგილეები შეხვდებიან, ხოლო სამ თვეში ერთხელ შეხვედრებს მინისტრიც დაესწრება. როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ფორმატი იქნება შესაძლებლობა, რომ თითოეულ დარგში რეფორმები უფრო თანმიმდევრულად დაიგეგმოს და გადაჭრის გზებიც უფრო ეფექტურად მოიძიონ. სამინისტროში იგეგმება ჩამოყალიბდეს დარგობრივი საბჭოები, რომელიც იქნება მინისტრთან არსებული, სისტემატურად ყოველთვიურად მოხდება კურატორი მინისტრის მოადგილეების მიერ შეხვედრები და ეს მოგცევს შესაძლებლობას, რომ თანმიმდევრულად დავიგეგმოთ თითოეულ დარგში ყველა ის რეფორმა იქნება თუ ყველა ის გამოწვევა, რომელიც არსებობს და შესაბამისი გადაწყვეტილებები და სწორი რეაგირებები გავაკეთოთ დროულად და თადარიგი კონდეს დროულად დაჭერილი. როგორც მინისტრმა განაცხადა, სამინისტროს ინიციატივა აქვს, ეთყობა მისი პირადი ინიციატივაა, რომ დარგის თანამშრომლებს ყოველთვიურ რეჟიმში შეხვდეს სამინისტროს ხელმძღვანელი პირებისგან შექმნილი ჯგუფი და კვარტალში ერთხელ თვითონ მინისტრის დაესწროს ამ შეხვედრებს, იმისთვის რომ უკავშირის მეშვეობით, რომელსაც სამინისტრო დარგის წარმომადგენლებთან საუბრისას მიიღებს, გაცილებით ადვილია პრობლემების წარმოჩენაც, მართვაც და მათ თავიდან აშორებას, ვიდრე უკვე განვითარებული და ჩამოყალიბებული ძიმე გართულებული პრობლემის მოგვარება. პირველ ეტაპზე დავით სონღულაშვილი ატმისა და ვაშლატამას მწარმოებელ ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა შეხვედრაზე დარგის წარმოებაში მიმდინარე ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები განიხილა. მინისტრის განცხადებით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები მნიშვნელოვანია დარგში არსებული გამოწვევების დროული იდენტიფიცირებისა და შესაბამისი რეაგირებისთვის. საკმაოდ მაღალია კონკურენცია. ამის გამო ჩვენ გვაქვს დაგეგმილი, რომ გავზარდოთ ხარისხი, ასევე შეფუთვა, სორტირება, გარეცხვა, გავაკეთოთ ბრენდირება, Made in Georgia დავარეგისტრიროთ ყველა ქვეყანაში და ეს მარკირება იყოს კონდეს მხოლოდ ღირსეულ პროდუქციას, რომელსაც შეიძლება ქართული ერქვას, რაც ჩვენი აზრით საკმაოდ გაზდის კონკურენტუნარიანობასაც და ფასსაც ქართული პროდუქციის. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვისა და მოსავლიანობის ზრდის აუცილებლობაზე, ასევე ხაზი გაესვა ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობას და ახალი საექსპორტო მიმართულებების ათვისების საჭიროებას. ჩვენი გამოწვევა იქნება ის, რომ რა თქმა უნდა ახალი ჯიშები გაშენდეს, რომ კონკურენტუნარიანები ვიყოთ ბაზარზე, ექსპორტზე, იმ მეზობელ ქვეყნებთან, რომელიც ჩვენი ადგილი დავიკავოთ, ჩვენი ნიშანი რუსეთის ბაზარი იქნება თუ ევროპის თუ აზიის ბაზრები. რა თქმა უნდა, ხარისზე უნდა ვიყოთ პირველ რიგში ორიენტირებული. და სწორი მოვლა, სწორი განვითარება, რა თქმა უნდა, შეფუთვები, სტანდარტები იმაში, რომელიც უნდა პროდუქცია უნდა გაირეცხოს, უნდა დაფასოვდეს, უნდა მარკირება უნდა მიეცეს და რა თქმა უნდა, ჩვენი პროდუქციის ფასიც იქნება ყოველთვის მაღალი.
აღსანიშნავია, რომ სექტორის განვითარების მხარდასაჭერად სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამის დანერგე მომავალის ფარგლებში უკვე თანადაფინანსებულია 300 ჰექტარზე მეტი ატმის ბაღების გაშენება. ჯამში 1.600.000 ლარის ოდენობით. 2025 წელს ატმისა და ვაშლატამას ექსპორტმა თითქმის 26.000 ტონა შეადგინა, რაც 17%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ექსპორტის საერთო ღირებულება კი 32 მილიონია. აზიაში სასუქის ფასები იზრდება, გადაზიდვების შეფერხება განსაკუთრებით ჰორმუზის სრუტეში ზრდის აგრარული წარმოების შემცირებისა და საკვების ფასების მატების რისკსაც. ღელვა განსაკუთრებულად იგრძნობა ინდოეთში, რომელიც როგორც სასუქის ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელი, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმპორტზე, განსაკუთრებით ყურის რეგიონიდან. ლოგისტიკური შეფერხებები პირდაპირ აისახება ინდოეთის ბაზარზე. Standard & Poor's Global Energy-ს შეფასებით მოკლევადიანი შეფერხება მართვადია, თუმცა ხანგრძლივმა კრიზისმა შესაძლოა სერიოზული დეფიციტი გამოიწვიოს. არსებული ვითარებიდან გამომდინარე ინდოეთის საწარმოები საჭირო ბუნებრივი გაზის მხოლოდ დაახლოებით 70%-ს მოიხმარა, რის გამოც ნაწილმა წარმოება შეამცირა, რაც დამატებით ზეწოლას ქმნის მიწოდებაზე. ქვეყანა აცხადებს, რომ შიდა წარმოების გაძლიერებასა და იმპორტის დივერსიფიცირებაზე მუშაობს, თუმცა საბოლოოდ ვითარება დამოკიდებული იქნება კონფლიქტის ხანგრძლივობაზე. NASA მთვარეზე ახალი ბაზის აშენებას გეგმავს. პროექტის ღირებულება დაახლოებით 20 მილიარდი დოლარია. ეს ნიშნავს, რომ ისინი უარს ამბობენ ორბიტალური სადგურის Lunar Gateway-ის განვითარებაზე. Reuters-ი წერს, რომ არსებული სადგურის კომპონენტები გამოყენებული იქნება ახალი ინფრასტრუქტურისთვის, რომელიც მთვარეზე ადამიანების ხანგრძლივ ყოფნას უზრუნველყოფს. პროექტი მომდევნო 7 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. გადაწყვეტილება ნაწილობრივ უკავშირდება გლობალურ კონკურენციასაც, მათ შორის ჩინეთის გეგმებს, რომელიც 2030 წლისთვის მთვარეზე საკუთარი პროგრამის დაწყებას აპირებს. ლარი ყველა ძირითადი სავაჭრო ქვეყნის ვალუტასთან გამყარდა, სომხური დრამისა და თურქული ლირის გარდა. დრამთან გაუფასურება გვაქვს, ლირასთან კი გაცვლითი კურსი უცვლელი დარჩა. დეტალურად ოფიციალური გაცვლითი კურსი ასეთია: 1 დოლარი 2 ლარი და 71 თეთრი ღირს, ევრო 3 ლარი და 13 თეთრი. 1 თურქული ლირის ფასი ისევ 6 თეთრია, 100 რუბლის ღირებულება კი 3 ლარი და 29 თეთრი. 1 აზერბაიჯანული მანათი 1 ლარი და 59 თეთრი ღირს, 1000 სომხური დრამი 7 ლარი და 17 თეთრი. ბიზნესი რუსთავი ორზე ამით დასრულებულია. მადლობა რომ გვიყურებთ, შევხვდებით ორშაბათს.